მათეს სახარების განმარტება თავი 22. ხოლო მწუხრის შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთ შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხვა იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. მოვიდნენ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი საფლავთან და დაინახეს ანგელოზი ლოცზე მჯდომარე. როგორც ვიცით, სხვა მარიამი იყო წმინდა ღვთისმშობელი, რომელიც არ განშორებია ჯვარს და სწორედ მან შეიწყნარა პირველმა აღდგომის ხარება. და აჰა ძვრა იყო დიდი, რამე თუ ანგელოზი უფლისაი გარდა მოხდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაი მისი ვითარცა ელვაი და სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკვდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და რქვა დედათა მათ, ნუ გეშინინ თქვენ, ვიცი რამე თუ იესოს ნაზარეველსა ჯვარცმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამე თუ აღდგა ვითარცა თქვა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისთა ვითარმედ აღდგა მკვდრეთით და აჰა წინა გიძღვის თქვენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქო თქვენ. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. უფალი მაშინ აღდგა, როცა საფლავზე ჯერ ისევ ლოდი იდო. მაცხოვრის აღდგომისთანავე მოდის ანგელოზი. რატომ მოდის იგი და გარდააგორებს სამარხის კარის ლოდს? იმ მენელსაცხებლე ქალებისთვის, რომლებმაც დაინახეს ანგელოზი სამარხთან. მენელსაცხებლე დედებმა ნახეს, რომ სამარხში არ იყო იესოს სხეული, ამიტომ მათ უნდა დაეჯერებინათ უფლის აღდგომა. აი რატომაა სამარხის კარიდან ლოდი გარდაგორებული. მიწისძვრა კი მოხდა იმიტომ, რომ გაღვიძებოდათ. დედები მაცხოვრის სამარხთან მოდიან იმისთვის, რომ ნელსაცხებელი სცხონ მას. ეს იყო ღამით და შესაძლოა, რომელიმე მათგანს ეძინა კიდეც. მაგრამ რისთვის და რატომ უთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ, ვიცი რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ აღარ არის არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და იხილეთ ის ადგილი, სადაც ესვენა. დაუყოვნებლივ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ იხილავთ მას. პირველ ყოვლისა ანგელოზმა ისინი შიშისგან გაათავისუფლა და შემდეგ მოახსენა აღდგომის შესახებ. და გაათავისუფლა არა მარტო სიტყვებით, არამედ გარეგნული ხილვითაც. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი სპეტაკი როგორც თოვლი. შიშითა და სიხარულით გამოვიდნენ მენელსაცხებლე დედები სამარხიდან და გაიქცნენ, რათა ეს უდიდესი სიხარული მოწაფეებისთვის ეუწყებინათ. და ვითარ იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა და აჰა იესო შეემთხვია მათ და რქვა, გიხაროდენ. ხოლო იგინი მოვიდეს და შეურდეს ფერხთა მისთა და თაყვანისცეს მას. როგორც მაშინ, როდესაც მარიამ მაგდალინელთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ანგელოზისგან მოისმინა მაცხოვრის აღდგომის შესახებ, მხოლოდ მას ესმოდა ამის მნიშვნელობა. ახლაც სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად შეხვდარა თავის ძესა და უფალს. პირველმა მან დაინახა და იცნო აღდგომილი. მივიდა მუხლებზე მოეხვია, თაყვანისცა
და იქცა მოციქულთა მოციქულად. შეიძლება ვინმემ დღესაც ისურვოს ქების ღირსი დედების მსგავსად იესოს ფეხებს შემოეხვიოს. ეს ახლად შეგიძლიათ, თუ გინდათ არა მარტო ხელებისა და ფეხების მოხვევა, არამედ წმინდა თავისაც. სუფთა სინდისით ეზიარეთ წმინდა საიდუმლოდ და არა მარტო აქ, არამედ იმ დღესაც დაინახავთ მას, გამოუთქმელი დიდებით მომავალს ანგელოზთა დასთან ერთად. თუ კი იქნებით კაცმოყვარეები, თქვენ მოისმენთ არა მარტო სიტყვებს გიხაროდენ, არამედ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამიდან სოფლისად. ასე რომ ვიყოთ ღვთისმოსავები და ღვთისმოყვარულები, ვაჩვენოთ სიყვარული ყველას, რათა მოვისმინოთ ეს სიტყვები და მივიღოთ თავად ქრისტე უფალი ჩვენში. მაშინ რქვა მათ იესო, ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაითა წარვიდნენ გალილეას და მუნ მიხილონ მე. და ესენი ვითარცა წარვიდეს, ახა ესერა დასისა მისგანი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღვდელმოძღვართა მათ ყოველი ესე რაიცა იქმნა. ხოლო იგინის შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვაყვეს ვერცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და რქვეს, ესრეთ თქვით ვითარმეთ, მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩვენ მეძინა. უკვე თუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩვენ ვარწმუნოთ და თქვენ უზრუნველ ყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვერცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქვა სიტყვა იესე ხურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღედმდე. მოწაფეებს რომ სდომებოდათ გვამის მოპარვა, მაშინ ამას გააკეთებდნენ პირველივე ღამეს, როცა საფლავზე ჯერ კიდევ არ იდგა დაცვა. მაშინ ეს არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა და სრულიად უსაფრთხოც იქნებოდა. მცველებმა ყველაფერი თქვეს, ის რომ მიწისძვრა მოხდა, ისიც რომ ლოდი თავისით გადაგორდა და ისიც რომ შიშისგან კინაღამ დაიხოცნენ. მაგრამ იუდეველები გონს ვერც ჯვარზე წამების მომხდარ მასას სწაულებმა და ვერც მეომართა დამოწმებამ იმ შიშის მომგვრელ სანახაობაზე, რაც მათ საფლავთან იხილეს, ვერ მოიყვანეს. პირიქით, მათ მერცხლის მოყვარეობის სენით მეომრებიც დააავადეს და დაარწმუნეს ისინი, რომ ეთქვათ ის, რაც ყველაზე დიდი ურჯულოება და უგუნურება იყო, გვამი მოიპარესო. ჰოი უგუნურებო, მოწაფეები, რომლებიც შიშით ჩაიკეტნენ და გარეთ გამოსვლას საერთოდ ვერ ბედავდნენ, გვამს როგორღა მოიპარავდნენ. ხოლო 11 იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას სადაცა უბრძანა მათ იესო. იხილეს იგი და თაყვანისცეს მას, ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუხდა მათ იესო, ეტყოდა და რქვა, მომეცამე ყოველი ხელმწიფებაი ცათაშინა და ქვეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს ცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ. და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. არა მარტო მათთან იქნება, არამედ ყველასთან, ვისაც მათ შემდგომ ექნება მისდამი რწმენა. რადგან მოციქულები ვერ იცხოვრებდნენ სამყაროს აღსასრულამდე, იგი ეუბნება ყველა მის ერთგულს, როგორც ერთ სხეულს. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებსაც, იერემიას, მოსეს, ეზეკიელს, იგი ეუბნებოდა მე თქვენთან ვარ. ახლაც იმავეს ეუბნება თავის მოწაფეებს. როგორი განსხვავებაა მათ შორის. ისინი ხშირად ეურჩებოდნენ რა უფალს ერთ რომელიმე ხალხთან გაგზავნის გამო. ესენი კი იგზავნებიან მთელ დედამიწაზე და არაფერი საწინააღმდეგო არ უთქვამთ.
ქვეყნის დასასრულზე მათ იმიტომ შეახსენებს, რომ უფრო მეტად მოიზიდოს ისინი თავისთან და მათ მარტო ახლანდელი მწუხარებისთვის კი არ ემზირათ, არამედ მომავალი დაუსრულებელი სიკეთეებისთვისაც. მწუხარებანი, რომელიც თქვენ შეგხვდებათ, დასრულდებიან ამ ცხოვრებასთან ერთად, რადგან დასრულდება ეს ცხოვრებაც, ამბობს იგი. ის სიკეთენი კი, რაც უნდა მიიღოთ, მარადიულია, როგორც ეს თქვენთვის ხშირად მithქვამს. ამგვარად გამტკიცებულები და სულიერად გამხნევებულები გააგზავნა ისინი საქადაგებლად.